მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად შიდა კამათის და აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიცსაბჭოს ყველა წევრი პატივსცემს და ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეასრულებს პოლიცსაბჭოს ყველა წევრი და რომელსაც შეასრულებს ძალიანად პარტია. ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. მე ვთვლი, რომ უფრო სწრაფად უნდა ჩავატაროთ ყრილობა, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის. მე ვთვლი, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით უნდა ჩავატაროთ ყრილობა, სადაც 2000 ადამიანი თუ შევადარებთ თანაზომად პარტიებს და უნდა ავირჩიოთ თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე არის ყველაზე უფრო ჩვენი პარტიისთვის და მე ვიტყოდი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის შესაძლებელი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ვითარებაში, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. დღეს ჩემი პოზიციის საწინააღმდეგო გაწყვეტილება იქნება მიღებული სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის ამ დემოკრატიული პროცესის ნაწილი. მათი ფორმატით გადაწყდება და მათი პოზიციაა, რომ თავმჯდომარე არ უნდა იქნას არჩეული, მაგრამ ყრილობა იმისთვის ტარდება, რომ ესეთი საკითხები გაირკვეს სწორედ. ანუ ალტერნატივას ვინც დააყენებს თუ ექნება მხარდაჭერა, ესე გადაწყდება საკითხია. პრეცედენტო ფაქტი შედგა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში, როდესაც მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით პოლიტიკურ პარტიაში არსებული უთანხმოება გადაწყდა დემოკრატიული პროცესის შედეგად კენჭისყრით. ჩვენი დღის წესრიგი არ არის საერთოდ არის თვალისწინებდა თავმჯდომარის არჩევას და პირიქით ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ ყრილობის მოწვევისთვის არ უნდა იყოს გადასაწყვეტი საკითხი თავმჯდომარის არჩევა. ის დღის წესრიგის ვარიანტი, რომელიც იყო წარმოდგენილი და ითვალისწინებდა ახალი თავმჯდომარის არჩევას, ჩავარდა. დღეს რაც მოხდა ის, რომ მართლა პარტიაში შიდა დემოკრატიამ გაიმარჯვა ალტერნატივამ. და ალტერნატივის მიხედვით, როგორც ყველა იცით, ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ჩვენ ვემზადებოდით მრავალათასიანი ყრილობისთვის. ჩვენ გვინდოდა მართლაც მთავარი მიზანი იყოს, რომ არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ ყოფილიყო მართვა.